Салამი ძმდებო, მოკლედ. დღეს ცუდ ხელოსანზე გვექნება ეგეთი რაღაცა, რომ ძველი ნაგვებისგან ავაწყობთ არც თუ ისე ნაგავ პატეფონს. ფირს საკრავი ქართულად. ეს არის იდეაში უამრავი ნაგავი, რაც აქ გვიყრია და ამისგან ავაწყობთ ულამაზეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ფანერა, დამხმარე ძალა და წესით ჩემთვის ულამაზეს პატეფონს. რა გამოგვივა ამას ბოლოში ვნახავ. ვეცდები ცოტა რაღაც განსხვავებული ავაწყო. ცუდი იქნება თუ კარგი, თქვენთვის მომინდიეს შეფასება. ნაგავში გულისხმობ ესეთი მიკროლაბის დინამიკები იყო, ალბათ ყველას გქონიათ სახში. ესენი გამოშიგნული მეყარა, ეს ყველას როგორიათ რომ აქ პატარა დინამიკა უყენია, არაფერი შინელების ტყუილია ეს ყველაფერი და შიგნით არაფერი არ უყენია, უბრალოდ რესურსი აქვს დახარჯული ტყუილში. რეზინული კარგი დინამიკია. გამოვიყენეთ ამის ბასის დინამიკს და მეორედან იყო იდეაში ამოღებული ესეც რეზინული დინამიკებია, სრედნებს ვეძახდით ხოლმე საშუალოები, ანუ ხმა საიდანაც გამოდის ჩემ ბავშვობაში. ასევე არ ვეხებით და უბრალოდ ვაცლით, ეს არის უსილიწელი თავისი და ხმის ამწევ დამწევი. უმარტივესია ამ სქემამ არ დაგაბნიოთ, იმიტომ რომ ზედვე აწერია ყველაფერი, ბუზო გადი იქიდან რა. ზედვე აწერია ყველაფერი და აქედან მარტივად ისევ წულპანებით შეერთებთ, უბრალოდ ამაში რაც იყო მოთავსებული, გადავიტანთ სხვა ბოდიში, ანუ ტანში. ბოდიშიც, თან ბოდიში მოვიხადეთ, თან სიტყვა ვთქვი. რა მაგარია ინგლისური ვიცი კაცი. რაც შეეხება გამოყენებულ მასალას. ქროუნის რელსის ხერხი გვაქვს. გვაქვს ფანერა პირველი კლასის 12 მმ-იანი სისქე, იმიტომ რომ 12 მმ-ზე უკვე კარგად მაგდება და იმენა ავეჯი 7 აქვს. ეს არის მეტრნახევარზე 45 ლარიღეს რა. და მოვედით დომინოში, ახალი წელია, დომინო მთელი წელია ჩვენს გვერდით დგას, ისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მათ, იმიტომ რომ ცუდი ხელოსნის განვითარება სხვა კომპანიებიდან გამომდინარე რომ მოხდა, ერთ-ერთი არის დომინოც, იმიტომ რომ გვერდში დაგვიდგა და გვანახა რომ ყველაფერი კარგად არის რა და מחר ოღონდ შენ საქმე აკეთე, აგე მასალაო. ეს პატარა შუტყას ახალწლად და იმედია მომავალ წელსაც ესე გაგრძელდება. ეს მესეჯ ბოქსი ხალხისთვის არ იყო, ეს იყო დომინოსთვის. შევედით ხა ის პატიფონი რასაც ვაწყობთ, იასნია რომ ხეები და რაღაცეები ეგრე უნდა ისოქრა და თან ახალწლო რაღაცებსაც გაჩვენებთ, რეები იყიდება და ჩემი ოცნება რა არის რომ მქონდეს კიდევ ერთხელ. შევედით დათო ეს რაღაცა ნაყვა. 10-იან სისქეს ავიღებთ. ეს არის პირველი, აი აქეთ არის. ეგ არის მეორე მესამე კლასი. თუ აღარ გინაო შკურკაზე თავპირი იმტრიო 2 ლარს დაამატებ და უკვე გაშკურკული არის რა. 2 წელს ამას გამოაწევთ იდეაში 2 წელს აი ესე ყელში ამოგვივა 2 წელი ესა. და ასევე დომინოში არის ფასდაკლებები საახალწლო სექციაზე და თავიდეთ ეხა და დათო ჯერ საახალწლო კაცების ახალი წელი დადგა, მანამდე ანტიფრიზი ავარჩიოთ დომინოში რომ მანქანაში წყალმა არ გაყინოს, მაგის დედა რა ლამაზია. აი Wind shield. ვაში, აი ეს ნავით. ეს კონცენტრანტი არის. ეს გინდა? ეგ არის საკარიო. მე 2 წელი წავიღოთ ეს შენ არ გინდა? G11 მინდა. Mercedes, Mazda, Opel, Jaguar, Skoda, Audi, Ford, Chevrolet, Mazda, Opel, Land Rover. ბიჭო, Mercedes-ში თუ ისხმა, ეს BMW-ში ხარ ჩაისხება. აი ეს G11 12-13 არ გაყინოს და წყალია რა. სმასკასაც ხო უკეთებს შეგეთ. რას? წყლის სისტემას. სმასკა? ხო, რომ ნალექი არ გაიგებს. რომ სმასკას ვეძახი, ნალექი რო არ გაიგებს. არა, გამომიგე ხო და არც ერთი არ იკეთებს ნალექს შეჩემა და. გამოხდილი წყალი დაგჭირდება, მაგრამ მე სულ კონცენტრანტს ვასხავ ხოლმე რა მთლიანად. ბიჭო, მანქანის იცი რა მინდა, ეს დონიკები კი კაი არა, ცხიმის მომხსნელი თუ აი დასაზეთი მინდა რა, გაიგე? კაი, საახალწლოებში წავიდეთ. დიო. თუ კომპრესორი. პოზიში ხიდა ჰაერი რო გამოუშვა, ჩავი მენაჯ. ვაიმე მარა შემეშინდა ძმაო, მე შეშინებულზე. სამწევი? ამწევი. ღე ძმაო, რა გინდა? სილიკონის ნაძვის ხეები გინდა. გეზარება ამების დამაგრება უკვე დამაგრებულია.
30%-იანი ფასდაკლება არის ამაზე. აჰა, 151 ნაკლებად. ესეც სილიკონი არის. აი ესეც 200 ლარად ძმაო, სილიკონი. მე 3 წლის წინანდელი ნაძვის ხე მაქვს ისევ. აი, ანუ ირმები ძალიან იაფა ძმაო, 84 ლარად მანათობელი ირმები. აუ ისეთი. აი სად. არ დამივარდეს. ლარიღებს. არა, ის იმის ფასი არის რა. მოკლედ, საახალწლოდ ნებისმიერ რამეზე ფასდაკლებაა. კიდევ ერთხელ მინდა რომ დიდი მადლობა გადავხადო დომინოს, იმიტომ რომ დომინოს რო არ ყოფილიყო, ცუდი ხელოსანი შეიძლება არ შემდგარიყო რა და ერთ-ერთი დომინოს დიდი წვლილიც არის ამ ყველაფერში რა. ის გამოც დიდ მადლობას ვუხდით მას წლის ბოლო ვიდეოში შემაჯამებელში. დაახლოებით მილიონამდე ნახვა დავდეთ, ცოტა ნაკლები. ეს თვით ცუდი ხელოსანი 40,000 გამომწერამდე ავედით. ეს თვით ცუდი ხელოსანი შედგა. და აწი უკვე შემდეგ წელს საერთოდ რაღაცა ვფიქრობ ბევრად გიჟურიდეებს, იმიტომ რომ ეს სატესტო იყო და ამ გიჟურიდეებში ბევრი კომპანია გამომყვება იდეაში და არ დაგასპოილერებთ. აი ეს ავიღე და დავკიდე სახლზე შეჩემა, აი ეს თოვლის პაპა და თან ვიგინებოდი იქ რო იყო, აქედან ნაყეთი მან. თან ვიგინებოდი, თან არ მევასება ყოველ შემოსვლაზე მთვრალზე შეჩემა ვიღაცა რომ იზრდება, ყიხე დედის პორტს ვიგინე და თან მერე ის არის რა, კაია რაღაც პონჩი. ახალი წელი ამას შიგნითაა ხო ის ვიყიდე 200 მეტრიანი განათები. ერთი წელი ვახვიე და მაგის მოხსნა მერე. ესე მაკრატლით გევარ ხოლმე და იქ ვჭერი ხოლმე რა აი წყლებთ. იმედია შემდეგში გადავაბავ, იმიტომ რომ მე ცალკე პროფესია მინდა არსებობდეს განათების დამხვევი, რომელიც მოვა, თანხას გადაიხდი, დაახვევს და შენ მერე გაივლის ჩვეულებ. აი ეს არის წინაზე რო გითხეთ იზიმაქსები რა. კალში ხეზე 14 კვადრატი უწერია, მაგრამ დაფარვა აქ იდეალური რა. 15 წუთში შრება და ფერი არის იმენა, მეწამული ფერი არის, ისეთი კაია. არ ვიცი, რაღაცა მნიშვნელოვანი შეღება თუ გინდათ და პროსტა არ გინდათ, აუცილებლად ესენი იხმარეთ ხოლმე რა, იმიტომ რომ ჩემი წელს რომ მითხარ რა იპოვეო, ახლა რომ ვიტყვი რომ იზიმაქსის საღებავებებს, კი, რომელიც არ მასპონსორებს და მიმართავ იზიმაქსის კომპანიას, რომ ძალიან მთხო მეშოკებით რომ მოვწეთ საღებავები, ანუ ფული არ მინდა, უბრალოდ საღებავები რომ მოვწეთ, 5 ფერი ყველაფერი, 10, 15, 20 იყოს ყველაფერი და ძალიან კაი იქნება მართლა. ბიჭი, იმიტომ რომ იმ გენიალური არის რა. თან ორი თავი მოყვება, ერთ დიდი გასხმისთვის, მეორე პატარა. ამას იყენებენ ხოლმე კედლის სტრიტ არტისტები, სტრიტ არტი ქვია მაგას, ხო, სტრიტ. გრაფიტის მხატვრები, დიზაინერები. ესენი არის იდეალური. და ნუ სტანდარტული ხა იმისთვის რაც გვინდა, კაჟტანი არის ხეზე კიდე ხშირად მეკითხებით ხოლმე, მილიონჯერ ვიძახი ხოლმე რა. ეს არის ალტაქსის კაჟტანი ზეთი რაც არის იმას ხმარობ ხოლმე რა. კაჟტანი მოწითალო ფერი რაც იმენა ეს არის ტიკი კაჟტანი აი ეს არის მოწითალო რა დიდრულ ფერს რაც ძებს იაფიან ხესაც რა. ეს არის კაჟტანის ზეთი რომელიც არის უნებელი. ეს ლაკი ხო არ არის შეიძლება ლაკი არის შეჩემა ეს აი ეს არის ლაკი ეს დაიგეთ ლაკი არა აი ხო ეს არის ზეთი კაშტანის დრემა ძუძე კაშტანი ეს არის მოწითალო ფესვავს იმენა აი ესეთი არის ოღონდ ბევრად კაი ხარისხია რა მოპრიალო ეფექტი ძალიან მაგარი. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა Host-ს, Dominos, ყველა კომპანიამ ვინც გვერდში გვიდგა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ჩემო ჭხირკედელა ხალხო. მოკლედ ახალი წელი კარგი დაიწყება იმედია რა. ამიტომ წარმატებები ყველას და შევხვდებით მომავალ წელს მომავალ ვიდეოში რა. წავედი ეხა გასახერხები მაქვს. შპინდელის ახალი პროდუქცია, რომელსაც მე გაგაცნობთ რა, ეხა ეს ძალოვანი შუხრახან დამჭერია, რომელიც დაპატარავდა თავი და ბევრად კომფორტულია და ნელა ტრიალებს როგორც კი დაადგება მოკლედ ტვინი აქვს შიგნით მარტივად რო ახსნათ და ეს ტვინი ხვდება რომ ძალა დაადგაშულს და მე რეიწყებს დარტყმას, ანუ მანამდე დენს არ ხარჯავს, ტყუილად არ გაგიფუჭოს თავი და აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლდება, რამდენი ნიუტონით დაარტყას, რა დაარტყას, რა სიხშირით დაარტყას და ეს არის ბიუჯეტური მოდელი ქროუნთან შედარებით რა და ესეთი მოდელი მე მგონი ქროუნს არ აქვს პატარა აქვს ესეთები იდეაში რა ხო და ეს არის სხვა სახისთვის ეს დაპატარებული აქვს შპინდელს რა რეზინის კორპუსი აქვს და ნუ ეს ყველაფერი შეგიძლიათ რომ Host-ზე ნახოთ. ასევე მანქანები ვისაც გინდათ
შეგიძლიათ რომ Carline Auto Import-ში მიხვიდეთ, ჩვენი სპონსორია Carline Auto Import-ი ასევე, მიხვიდეთ და იქიდან გამოიწეროთ ჩემი სახელით და მიიღებთ ფას დაკლებას $100-იანს, $150, $200-იანს. თუ მაინც აპირებთ მანქანის გამოწერას, შეგიძლიათ მიხვიდეთ Carline-თან, მახარამ გამოგზავნაო და ფას დაკლებას მიიღებთ, იმიტომ რომ კარგი ხარხი, ანუ მოგცევითაც კარგად მოგექცევიან და სხვებივით მარტო ჩამოჩოთქვაზე არ არის, ანუ აი ახლა ამას ფული მოკლედ მიდით Carline-ში, გაიგეთ ფასი და მე მიდით ტოპ ბრენდებთან, ეხა იდეაში რომლებიც მასიურად არეკლამებენ რაღაცეებს, სხვა ბრენდები ხო არა? და მიხვდებით რომ მინიმუმ $300-400 განსხვავება რა. ეს ისე, იმიტომ რომ მე გულწრფელი ვარ და ძალიან მყიდია რაღაცები და ამიტომ Carline-თან დავძმაკაცდი და ეხა უკვე ჩემი ძმაკაცების კომპანიას ვარეკლამებ და არა რაღაცა სხვა კომპანიას რა. იმიტომ რომ მაგათ გულწრფელობა როგორც ძმაკაცობაში მომეწონა, ისე კომპანიის გადმოსახედიდან რა. ეს გულწრფელობა უკვე თქვენ შეაფასეთ. რაც შეეხება ზომები არასდროს არ ვიცი, არც ეხლა არ ვიცი ზომები. დაახლოებით ალბათ მინდა რომ იყოს მეტრის სიმაღლის, ისე რომ პლასტის ვინილი დადო და დაბლა ქონდეს შესალაგებლები რა. ჩემი ქვის ხანის ფურცელი იდეაში მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავემსგავსო იმას, ქვის ხანის ხის ხერხავს, იმიტომ რომ სიამოვნებს ხო და აქ არის იდეაში ყველაფერი რა. აუ ეგ არის, აკაკრას რამაზამაც მოიტანა, ეს იყო რაღაც იაფენი პრაიგრივა წელი. მიშლენ, მოშლენ, მონგრეული, აი ეს кейსებში როა რაღაცა ჩინური რა, $100-იანი. შეიძლება არ უარგოდეს ეს, მაგრამ ეს არის ეს თვითონ მოყვება იდეაში ყალიბად გამოვიყენებთ ამას, რომ ეს ამოუჭრათ მერე და ეს ჩანთა დაგვრჩება. ამას აქვს თან USB და შიგნით აქვს Bluetooth-ის მოდული რა. აი ეს Bluetooth-ის მოდული აქვს, რომელთაც შეგიძლიათ ცალკე მუსიკებიც ჩართო. და მაგას მერე ვიჩარლიჩებთ რა. ეხლა ამას დაბალი ხარისხის დამიკები აქვს, ამას პროსტა გამტარად გამოვიყენებთ. უკანა მხარე გვაქვს, წინა მხარე გვაქვს. აი, გადავდეთ ეხლა ეს და დავიწყეთ. მოკლედ, დავჭერით ესენი 50 სანტიმეტრი 50-ზე ზომა. ეს არის გვერდები, აქეთ-იქით გვერდი. ეხლა ამას იდეაში 30 სანტიმეტრით, ეს არის ყალიბი რა, სადაც ის უნდა დაეტიოს დაახლოებით. ამას ეს ხო უნდა იტოს. ამას ავიღებთ 30 სანტიმეტრს და 30 სანტიმეტრიდან წამოვალთ ესე რომ წინწვად დახრილი იყოს და იმ დახრაზე ჩავალაგოთ ეს დინამიკები, ბასები და სრედები. ეხლა ამას ესე გავჭერით, მე ჩამოვალთ და ლობზიკით აქ ფეხებს მოვხაზავ და აი ესე კოხტად ლობზუნათი, ნაიდეს შპინდელის ლობზიკი გვაქვს, რომლის პირიც არის სუფთა ჭრისთვის რა, მე განახებთ, აი რა იდეალურად აჭრის ის ფეთში გავაქანე ეხლა. რაც ამ მქონდა. კაი, ამ ესენი დავჭერთ ახლა, ხო? ორი იდენტური თუ გაქვს და გვინდა რომ ერთიანად ჩავჭრათ, ზუსტად ვასწორებთ და სამაგრებით აქეთ-იქიდან ვამაგრებთ, რომ არ გაგვექცეს. ეს თუ გაგვექცა, ვსო, მე მოგჭამაჭერი. ანუ ორი საქმე რო ერთად, კიდე სათაოთ რო არ გავაკეთოთ საქმე, ან შეგიძლიათ რომ ერთი გაჭრათ, ყალიბად აიღოთ და მე ფრეზით მოჭრათ, მაგრამ მაგდენ ჩალის გირჩენოთ რომ უბრალოდ ხერხზე ესენი ერთად იდენტურად დაამაგროთ ერთმანეთზე და ეხლა ამას აქ 30 და ამას ერთიანად ორივეს ჩავწრი. ეს გამოდის 1 და 2-იანი, 2 და 4 გამოდის. თავი აქ წაეჭრა 30, 30-დან გამოვიდა წაეჭრა აქ რაც არის, დაახლოებით 40 სანტიმეტრი რჩება შესალაგებელი, დაახლოებით 40 სანტიმეტრია შესალაგებელი ვინილების შეალაგო. თუ არ დამეძარ ამას გამოვაგორებ და შეგორებაზე გავუკეთებ, მაგრამ ზიავათობით დამეძარება. ფეხები მოჭრილი არის და ზოლები ეს ხაზები გავავლე, ჯერ კრავთ რამე იმას და მე ეს მრგვალი რაღაცით პროსტა ადებთ, რომ კუთხიდან კუთხემდე სიმრგვალე შეინარჩუნოთ.
ეხლა ლობზიკით ორივეს ერთად მოხვევა გაუჭირდება, იმიტომ რომ უკვე 2 სანტიმეტრი ნახევარი გამოდის სისქეში, ამიტომ ჯერ ერთსა მოვჭრი ეხლა. ერთი ყალიბი გადავდოთ და ეხლა დავიწყოთ ამის მოჭრა. ერთი გვერდი არის მზად. აი ეს არის ერთი გვერდი. გამას იდენტური მეორე გაუკეთეთ. შუა გვერდები გვაქვს. მერე შეივსება ნელა. მამა ძაღალი. ესე იგი. შემდეგში ფრეზზე უკეთდება. ეს არის ბიტები, რომელიც მოჭრილი აქვს და ეს თავი არ მოძრაობს და ზედა მოძრაობს. ზუსტად გავუსწორებთ ამას, ზევითან დავადებთ იმას. და ეს გაივლის ისე რომ ზედას იდენტურად მოჭრის. იმენა ლარი ლარში. ლირი ლარი ლა. ცუდად მოჭრა რამაზაა. მივიღეთ ორი იდენტური ნაწილი. ზუსტად იგივენაირია. ამას ბუძგები აქვს და ხა? ესე აკურატულად არასდროს მიმუშავია რა. თუ არ გაუყლევე სადმე. ეხა ხელში. კაროჩე რა მიდოდა რას ვიძახდი ამის დედასაც შევ. ჩამსჭა. ესე იგი გვერდები მზად არის. ორი ცალი საყრდენი იდეაში სადაც თაროჯდება ეგენი მოვჭრა. განში გადავწყვიტეთ რომ იყოს 60. დავიწყოთ აწყობა. იცი არა. და კონკრეტი და მივზუსტად იმას დავაჯერე. მაინც ვერ დავიჭერ ეგრე და ჯერ ამას დავამაგრე, მე მეორეს დავადებ. ნაღებავი ვიშოვე იდეაში და ეს ტიმატოვი მწვანე გააძრო შეღება იდეალურად რა. ეს იზი მაქსი ამას იყენებენ ხოლმე 14 კვადრატია წერია რა ორ ფენაზე. ამას იყენებენ ხოლმე იმისთვის კედლებზე საღებად რა აკრილია 15 წუთში შრება. ამიტომ უნდა დავშალო და გვერდები უნდა შევღებო მაგფრად და შუა იქნება ხე და მაგას უკვე ზეთით დავამუშავებ. აბა რა გავაკეთო. გავასწავეთ. ეხლა უნდა შევღებოთ რა. ეს არის. რო შევღებო. კარგად სვერტილოთი ამოიტანოს ჭუჭყი
მე ეს საღებავს მეორე თავი გავუკეთე. ახლა ნახოთ. მოკლედ ესე იგი, ესენი შეიღება. ახლა ვამაგრებთ. ესეთი გამოვიდა. ეხლა ამას დავამაგრებთ ამებს. აი გამევიდა. აი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო. ეს იყო ცუდი ხელოსანი. მე მგონი ნენა ვწავლობ მაგის დედა.
კიდევ ერთხელ იცოდეთ, რომ ჩვენი ახალი სპონსორია Betson Sport. წავედი.